როგორ უნდა გავიგოთ პატრიარქის ბოლო დროინდელი ქადაგება, ცოლები დაემორჩილოთო ქმრებსო, ფეხები დაბანეთ და ასე შემდეგ. არავითარ შემთხვევაში ეს არ გააკეთოთ. ეხლა გეტყვით როგორ უნდა გაიგოთ. მე საერთოდ ესე ვამბობ ხოლმე ყოველთვის, რომ ერთ-ერთი რომელი ცოლი იბანს ქმარს ფეხებს, და ესე იგი ყველანი შევწუხდით რა აგვეშველება ეხლა. ხალხო, ქრისტიანულ მეტყველებას თავის სიმბოლიკა გააჩნია. გამიგეთ? ფეხების დაბანვა. ეს არის სიმბოლო ორი რამისა. სიმდაბლე და სიყვარული. ორივე ღვთაებრივი თვისებაა. სახარებაში გამახსენეთ, ვინ დაბანა ფეხები ვის? ქრისტემ დაბანა. გინახიათ, რომ წელიწადში ერთხელ თავად პატრიარქი რო ბანს ხოლმე ფეხებს სასულიერო პირებს. გინახიათ? ეს არის სიმბოლურ ენაზე მეტყველება. ერთ-ერთი პრობლემა თანამედროვე საზოგადოებისა არის ის, რომ მან არ იცის ის სიტყვების ქრისტიანული არსი, რომელსაც ჩვენ ხშირად ვიყენებთ. და ჩვენი ბრალიც არის. აი პატრიარქმა თქვა და ჩვენ უნდა განმარტო. რა არის, აი ამით გამოხატეთო მორჩილება. რა არის მორჩილება? უბრალოდ დაემორჩილეთო და ცოლები, ის უნდა დავემორჩილო, იმ სულელ კაცს უნდა დავემორჩილო, რომელსაც ჩემი ქმარი ქვია. რა არის მორჩილება? კითხვა. აი მე რო კითხვა დაგისვათ, რა არისო მორჩილება? პასუხი გააქვთ? შეგიძლიათ მითხრათ რა არის მორჩილება? მე ეხლა გამოსვლას ვარ ჩაგიტარებ. გეუბნებით. ამ კითხვაზე პასუხი 99% აი აქ ჯდომარეს არ აქვს. განა იმიტომ რომ თქვენ არ ცოდნა არ გაქვთ ან ინტელექტი ან განათლება. იმიტომ რომ ამ სიტყვის უკან რა არსიდევს ეს არის. ეს არც ხშირად ჩვენც არ ვიცით. იმიტომ რომ თვითონ მორჩილების ინსტიტუტი ერთ-ერთი საიდუმლოებრივი ინსტიტუტი, ანუ სიტყვი ბოლომდე გამოთქვა არ შეიძლება. მოკლედ შეიძლება ასე ითქვას, რომ მორჩილება ეს არის სინონიმი სიყვარულისა. ქრისტიანობა თვით როგორ ასწავლის? პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს, ერთმანეთს დაემორჩილენით, ცოლი ქმარს და ქმარი ცოლს. მაგრამ სადაც მარტო ცოლზე ამბობს, იქ ქმარს ეუნება, როგორც საკუთარი თავი ისე გიყვარდეს. სიყვარული და მორჩილება სინონიმებია ქრისტიანობაში. ფეხების დაბანვა სიმბოლური გამოვლინებაა ამის. გასაგებია, ხო? თორე მე ვიცი ცოლ-ქმარი და მე ვიცი ქმრები და ცოლები, ეხლა ერთი ქმარი გამახსენდა. რომელსაც ახალგაზრდა ცოლი უკვდებოდა, ფეხებს კი არ ბანდა და როგორც ძიძა ისე უვლიდა თავის უსაყვარელ არსებას, რომელიც ცოტა ხანში გარდაიცვალა. ხალხო, ყველაფრის დამახინჯებით გაგება შეიძლება, მაგრამ სიყვარული სადაც არის, ფეხებს კი არა. ყველაფერს გააკეთებს ადამიანის საყვარელი არსებისათვის. ასე რომ, ის არის ჩვენი პატრიარქი, ის ჩვენი მამაა. ის როგორც ძველი აღთქმის პატრიარქი ესე მეტყველებს, მის სიტყვას გაგება უნდა. მღვდლები კიდე იმიტომ ვართ, რომ განმარტოთ. კიდევ ვიმეორებ, ფეხების დაბანა სიმბოლოა სიყვარულისა და სიმგაბლისა, მორჩილება სინონიმია სიყვარულისა.